ალბათ გსმენიათ, რომ ევროპა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფებს აწესებს, რათა მილიონობით სამუშაო ადგილი დაიცვას იაფი იმპორტის ტალღისგან. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ტარიფები საპირისპიროს გამოიწვევს? რა მოხდება თუ ეს ტარიფები საერთოდ არ არის დაცვა? რა მოხდება თუ ეს ნელი ეკონომიკური მახია, რომელიც ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Volkswagen და BMW, ზომბი ავტომწარმოებლებად აქცევს, ხოლო ჩინეთს ევროპის ციფრულ და ინდუსტრიულ მომავალზე კონტროლს გადასცემს? საშიში ნაწილი იცით რა არის? შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს. 2025 წლისთვის ევროპის ავტომობილების ინდუსტრიაში დაახლოებით 13.8 მილიონი ადამიანი მუშაობს. მხოლოდ გერმანიაში ამ სამუშაო ადგილებიდან 700,000-ზე მეტი მოდის, რაც ავტომობილების წარმოებას მთელი ქვეყნის ერთ-ერთ საყრდენ ინდუსტრიად აქცევს. Volkswagen, Mercedes-Benz და BMW ესენი ინდუსტრიის გამსაზღვრელი ლეგენდარული სახელებია და ასეთი ბრენდის ძალა იაფად არ მოდის. თუმცა ეხლა ინდუსტრიას ახალი სახელი ემუქრება. 2025 წელს გერმანიის ავტოსექტორმა 51,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა, რაც მთელი სამუშაო ძალის დაახლოებით 7%-ია მხოლოდ ერთ წელიწადში დაკარგული. ეს პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე. და ბევრისთვის ბრალი ერთ მხარესაა. გაიცანით BYD Delphine, პატარა დასატენი ჰიბრიდი, რომელიც ჩუმად იწყებს გამოჩენას ევროპის ბაზრებზე. ის მიზნად ისახავს ზუსტად იმ მყიდველებს, რომელთა გარშემოც გერმანულმა ავტოკომპანიებმა მთელი თავისი სისტემა ააგეს. ყოველდღიური მძღოლები, რომლებიც ეძებენ ხელმისაწვდომ, ეფექტურ და თანამედროვე მანქანას და მისი ფასი მხოლოდ 26,000-დან 28,000 დოლარამდეა, ეს იაფია დამალდროულად ბაზარს ძლიერ არგებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი მასობრივი ბაზრის მოდელი, რომელიც BYD-მ სპეციალურად ჩინეთის ფარგლებს გარეთ გლობალური გაფართოებისთვის შექმნა. მძღოლებისთვის ეს გადარჩენად მიიჩნეოდა. ავტომობილების კომპანიებისთვის კი ეს იყო საფრთხე. 2024 წელს ევროკავშირმა მიბაძა აშშ-ს და დააწესა ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე, რომლებიც მერყეობს 17%-დან 38%-მდე. საოცრად, გერმანიის ცენტრისტულ მემარცხენე მთავრობამ ამ წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა. ძირითადად იმიტომ, რომ მათი საკუთარი ავტოინდუსტრია ეკონომიკური შურისძიების ჯიშით იყო შეშფოთებული. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო მზარდი ტენდენციის ფის ფარგლებში. ინდუსტრიული ძალები ერთმანეთს ზეწოლას უმატებენ. თითოეული ცდილობს მეორე შეანელოს, მაგრამ ბაზარი არ შენელებულა. ელექტრომობილებზე მოთხოვნა გერმანიაში მაინც განაგრძობდა ზდას და ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთი აღმოჩნდა. და სწორედ აქ იწყება ყველაფერი დამაბნეველი. რადგან თუ ეს ტარიფები გერმანიის ავტომობილების ბაზრის დასაცავადაა შემოღებული, რატომ აფრთხილებენ ახლა ინდუსტრიის ზოგიერთი ყველაზე დიდი დირექტორი ევროპის კავშირს, რომ თავი შეიკავონ? ოლაშ ჯელინუსი, Mercedes-Benz-ის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის მოდერნიზაციის წინახაზე დგას და ამ პროცესის ნაწილი ელექტრომობილებზე გადასვლაცაა. ის დიდი ხანია ჰიბრიდული და სრულად ელექტრომოდელების ძლიერი მხარდამჭერია. ამიტომაც კომპანიის სათავეში ჩადგომის შემდეგ მან ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ჯელინუსი ჩინეთს საფრთხედ არ აღიქვამს, არამედ პარტნიორად. ჯელინუსი 2024 წელს გერმანიის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტზე ჩინეთში წაიყვანეს. ეს აღიქმებოდა როგორც განცხადება, რომ გერმანია მზად იყო ჩინურ კომპანიებთან ახალი საავტომობილო ინიციატივების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ინიციატივის ყველაზე ხმამაღალი წარმომადგენელია, ის ამაში მარტო ნამდვილად არ არის. Volkswagen-ისა და BMW-ს დირექტორთა საბჭოები ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ შემოთავაზებულ ტარიფს და კომპანიები ხშირად აგზავნიან სავაჭრო ელჩებს ჩინეთში. მაგრამ ეს პოლიტიკა კი არა, მოგება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ავტომწარმოებლები პირდაპირ კონკურენციაში არიან ჩინელ მწარმოებლებთან, ეს ორი ქვეყანა ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბევრად უფრო ვიდრე ადამიანებს გონიათ. გერმანელი ავტომწარმოებლები ტრადიციულად თავიანთი მოგების 20%-ზე მეტს ჩინეთის ბაზრიდან იღებენ, სადაც დასალური მანქანები კვლავაც პოპულარული საქონელია მაღალი კლასის წარმომადგენლებში. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური სისტემის ლიბერალიზაციამ ქვეყანა ეკონომიკურ გიგანტად აქცია. ამბობენ, რომ თუ ჩინეთს დააცემინებს, მთელი გერმანიის DAX ინდექსი გაცივდება. ასე რომ, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Volkswagen, BMW და Mercedes-Benz, ჩინეთი უბრალოდ კიდევ ერთი ბაზარი არ არის. ეს არის მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგების წყარო. მაგრამ ამავდროულად ისინი მის ტყვეობაში არიან. და ეს აჩენს რეალურ კითხვას. თუ ევროპელი ავტომწარმოებლები ასე დამოკიდებულები არიან ამ ურთიერთობაზე, როგორ ახერხებენ ჩინური ელექტრომობილები მაინც ასე აგრესიულად ფასით აჯობონ მათ? UBS საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი წამყვანი წყაროა ფინანსური და ინდუსტრიული ანალიზის სფეროში. კომპანიის დაშლა ანალიზის სერიამ საფუძვლიანად შეისწავლა BYD-ის ფინანსები მას შემდეგ, რაც ჩინურმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე შეაღწია. 2020-დან ჩინეთი გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად ჩამოყალიბდა. ქვეყანა ავტომობილების წმინდა იმპორტიორი და მსოფლიოში უმსხვილეს ექსპორტიორად გადაიქცა. BYD-ის ATO3, მათი პირველი მასიურად ექსპორტირებული მოდელი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი ავტომობილების ბაზარი თავდაყირა დაეყენებინა და ამ ყველაფრის უკან ერთი პატარა საიდუმლო იმალებოდა. 2023 წელს ჩინურ ელექტრომობილებს უკვე 25%-იანი ხარჯობრივი უპირატესობა ჰქონდათ, ბევრ ტრადიციულ კონკურენტთან შედარებით. ყოველთვის, როცა კომპანია ბაზარზე დიდი ხარჯობრივი უპირატესობით შემოდის, ეს სფეროს აყირავებს, თუ შეძლებენ ამ უპირატესობის შენარჩუნებას. ახალი კომპანიებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ისინი იწყებენ წამგებიანი პროდუქტებით. ისინი აგრესიულად ამცირებენ ფასებს, რათა მომხმარებლები მიიზიდონ. შემდეგ ან ზრდიან ფასებს, ან ფულს კარგავენ მანამ, სანამ ვეღარ გაუძლებენ. და ამას როგორც წესი, თავისი ფარული მხარეც ახლავს.
რადგან როგორც კი ფასები იზრდება, პირველი ტალღის მყიდველები ქრებიან, მაგრამ BYD-ის შემთხვევაში ეს სქემა თითქოს სხვანაირად ვითარდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ პაზლის სწორი ნაწილები გქონდეს. BMW, Mercedes და Volkswagen შეიძლება გერმანული ბრენდებია, მაგრამ დღეს თითქმის ყველაფერი გლობალური პროცესია. დაუმუშავებელი ფოლადიდან, რომელიც მანქანებს ქმნის, იმ კომპიუტერულ ჩიპებამდე, რომლებიც მის რთულ პანელს აკონტროლებს, მანქანა ერთ ადგილას არ იწარმოება. ავტომობილების ქარხნები უფრო ხშირად აცვობენ წინასწარ დამზადებულ ნაწილებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ჩინეთი უკვე წლებია, რაც წარმოებისთვის დაბალფასიან ალტერნატივას თავაზობს, რაც მას აშკარა როლს ანიჭებს მსოფლიოს თითქმის ყველა ეკონომიკაში. და ავტომობილების უმეტეს მწარმოებელთან მხოლოდ დაახლოებით 30% ნაწილებისა იწარმოება თავად კომპანიაში. BYD კი სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობს. იმის ნაცვლად, რომ მიწოდების ჯაჭვის უმეტესობა აუთსორსზე გაიტანოს, BYD დაახლოებით 75% კომპონენტებს შიგნით აწარმოებს, ჩინეთის კარგად ჩამოყალიბებული ინდუსტრიული სექტორების წყალობით. ამას ბევრი უპირატესობა აქვს. ეს ეხმარება ხარჯების შემცირებაში, რადგან არ არის იმპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების ხარჯები. ეს იგივეა, რაც საზღვარგარეთ მზა, ლეგოს ნაკრების ყიდვა და ლეგოს ქარხნის ფლობა. ეს ჩინურ ელექტრომობილებს აძლევს წარმოების ხარჯებისა და სიჩქარის უპირატესობას, რომლის კომპენსირება რთულია. ისინი ამ დანაზოგს პირდაპირ მომხმარებელს გადასცემენ. და ეს მათ აძლევს ბევრ ფულს რომ დახარჯონ. 2023 წელს კომპანიამ შეძლო თავისი კვლევისა და განვითარების ხარჯების 97%-ით გაზრდა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Dolphin-ის განვითარებაში, რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მოდელია და შექმნილია მათი ბრენდის მსოფლიო მასშტაბით გასავრცელებლად. კომპანიის აქციების ფასი სწრაფად გაიზარდა და დღესაც აგრძელებს ზრდას. თუმცა დასავლეთის ბაზრებზე მისი მომავლის შესახებ კითხვები კვლავ რჩება ტარიფებისა და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე. თუმცა ეს მას არ ანელებს. BYD უფრო დიდი გეგმები აქვს და ევროპა მის მთავარ სამიზნედ იქცა. BYD-ის გეგმა მხოლოდ ავტომობილებს არ ეხება, ის ბევრად უფრო შორს მიდის. ყველაფერი ერთ კაცის ხედვაზეა დამოკიდებული. Wang Chuanfu, BYD-ის დამფუძნებელი. განსხვავებით სხვა ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან, BYD მხოლოდ 1995 წლიდან არსებობს. მას არ აქვს დამკვიდრებული რეპუტაცია ხარისხის მხრივ, რაზეც შეიძლება დაეხუტნოს. სინამდვილეში BYD თავდაპირველად მობილური ტელეფონების ბატარეების კომპანია იყო და ავტომობილების ბაზარზე მხოლოდ 2003 წელს შევიდა. ახლა კი ის დაკარგულ დროს ინაზრაურებს. Wang Chuanfu თავისი კომპანიის დაარსების დღიდან ცდილობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ინვესტორების დაინტერესებას და 2008 წელს Warren Buffett-ისგან $230 მილიონი ინვესტიციაც მიიღო. ის სწრაფად გახდა მილიარდერი, რამაც საშუალება მისცა გზა გაეკაფა ჩინეთის ავტობაზრის ლიდერობისკენ. კომპანიამ შეძლო გაეძლო ჩინეთის მთავრობის მიერ ელექტრომობილების სუბსიდიების შემცირებას, მაგრამ Wang Chuanfu-ს ყველაზე დიდი ინოვაცია შესაძლო ყველას თვალწინ ხდებოდეს. ამჟამად BYD-ის ევროპულ ბაზარზე მასშტაბურად შესვლის ყველაზე დიდი დაბრკოლება ლოგისტიკაა. ევროპას საკუთარი ძლიერი ავტომობილების ბაზარი აქვს და ტარიფების გარეშეც კი დიდი მანქანების სხვა კონტინენტზე გადატანის ხარჯი ნებისმიერი მსხვილი კომპანიისთვის სერიოზული დაბრკოლებაა. ევროპის ავტომობილების ბაზრის რეალურად დასაპყრობად BYD-ს მოუწევს თავისი მიწოდებისისა და წარმოების პრობლემების გადაჭრა. შესაძლოა მან იპოვა გზა ამის გასაკეთებლად ისე, რომ ისარგებლოს ევროპის დაღმასვლით და ეს შეიძლება ყველას თვალწინ ხდებოდეს. 2026 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ BYD მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ საწარმოო ქარხნების შესყიდვაზე, რომლებიც აქტიურად არ გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ავტომწარმოებლების დიდი სამეული ჯერ კიდევ მყარად დგას, ბევრი სხვა ევროპული ავტომწარმოებელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. BYD ამ ქარხნებს გადაიბარებდა და მოულოდნელად შეძლებდა თავისი ასამბლეის ხაზზე დაფუძნებული მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული წარმოების სტილის ევროპულ კონტინენტზე ზეშემოტანას. ვინც ჩინურ მანქანებს ამჯობინებდა, მათ თავის ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა ვიდრე ოდესმე. ვინც არ ამჯობინებდა, შეიძლება ვეც კი გაეგოთ. ქარხნის გადაბარება მხოლოდ BYD-ის გეგმის ერთი ნაწილია. მეორე გეგმა მიძინებული ბრენდების შეძენა, მათი მანქანების გადაკეთება და ახალი ევროპული ავტომობილების ხაზის შექმნა, რომლის გულშიც ჩინური ტექნოლოგია, ფული და დიზაინი იქნება. ეს უკვე განხორციელდა იტალიურ კომპანიებთან, როგორიცაა DR Automobiles, რომლებიც იყენებენ გაუქმებულ იტალიურ სახელებს, მაგალითად იტალიას, რათა ჩინური ბრენდების ნაკლებად ცნობილი მანქანები დასავლეთში ახალი სარადგინონ. ამ ბრენდებს ზომბი ბრენდები შეარქვეს. ეს მოდელია, რომელიც თუ BYD-ის დაბალ ფასებსა და ფართო პოპულარობას შეუთავსდება, ინდუსტრიისთვის დამანგრეველი დარტყმა შეიძლება გახდეს. მაშ, რატომ არ ექცევა ავტომობილების ინდუსტრია ასე? რატომ არიან მხოლოდ ევროპელი რეგულატორები ისინიო, ვინც პანიკაშია? Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი მოდელია ID.4 და ის ცუდი სახელითაა ცნობილი თავისი რთული პროგრამული სისტემით და იმით, რამდენ ხანს სჭირდება მის გამოსწორებას, როცა რამე პრობლემა წარმოიქმნება. ყველას ქონია მომენტი, როცა მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი ყველაზე მოუხერხებელ დროს ითხოვს პროგრამულ განახლებას. თუ იგივე ავტომობილმაც გააკეთა, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცევა. მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ პროგრამული ხარვეზების გამოსასწორებელი პატჩების გამოშვებას თვეები სჭირდება და ზოგჯერ მანქანის სამუშაო მდგომარეობაში დასაბრუნებლად დილერებთან მისვლაც კი ხდება საჭირო. სწორედ ამიტომ BYD ცდილობს არა მხოლოდ უფრო იაფი, არამედ უფრო სწრაფიც იყოს.
BYD შეიძლება ერთ-ერთი პირველი მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი იყო, რომელიც ჩინეთიდან გამოჩნდა, მაგრამ დიდხანს მარტო არ დარჩენილა. ესეთი კომპანიები როგორიცაა NIO, სწრაფად მიხვდნენ კვალს და ბაზრის მაღალ სეგმენტს დაუმიზნეს, SUV-ებითა და პრემიუმ ელექტრომობილებით, რომლებიც მაინც უფრო იაფი იყო ვიდრე ბევრი დასავლური კონკურენტი. მაგრამ ნამდვილი უპირატესობა პროგრამულ უზრუნველყოფაში იყო. ჩინურმა ელექტრომობილების კომპანიებმა თავიანთი მანქანები უფრო ტექნოლოგიური პროდუქტებივით ააგეს, ვიდრე ტრადიციული ავტომობილებივით. პროგრამული უზრუნველყოფა, ბატარეები და მომხმარებლის გამოცდილება თავიდანვე ისე იყო დაპროექტებული, რომ ერთად ემუშავათ. ეს ასე აღწერეს. თითქოს Volkswagen-ის განახლების მისაღებად ფოსტით წერილს ელოდები, მაშინ როცა ჩინური ანალოგის შემთხვევაში უბრალოდ smartphone-ზე განახლება საჭერ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მანქანები კონვეიერიდან გამოდის, ეს კომპანიები სულ უფრო მეტად ჯერ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებივით ფიქრობენ და შემდეგ ავტომწარმოებლებივით. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა, რაც ჩინეთს ამჟამად დასავლელ კონკურენტებთან აქვს. საუკუნოვანი ავტომწარმოებლები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში დომინირებდნენ ინდუსტრიაში, ინტერნეტის ეპოქაში ძალით შეიყვანეს, დიდი წინააღმდეგობით. ისინი არ იყვნენ შექმნილნი პროგრამულ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სამყაროსთვის და დიდი ხნის განმავლობაში მათი ბევრი მომხმარებელიც ასე იყო. საპირისპიროდ, BYD და მისი ჩინელი კონკურენტები შეიქმნა 1995 წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა და ინტერნეტ ტექნოლოგია უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მათი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ავტომობილისტრის და მზადაა შეუფერხებლად განახდეს საჭიროებისამებრ, როცა სამსახურში მიმიდიხართ. მაგრამ რატომ სჭირდება ჩვეულებრივ სამგზავრო ავტომობილს ასეთი მოწინავე ტექნოლოგია? ყველაზე თვალსაჩინო მაგალითისთვის, თუ რამდენად წინ არის ჩინური პროგრამული უზრუნველყოფა, უნდა გადავხედოთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის ავტომობილს. Xiaomi SU7 Max სედანი 0-დან 100 კმ/სთ აჩქარდება, მხოლოდ 2.7 წამში, რაც მისი ორმაგი ძრავის წყალობითაა შესაძლებელი. ეს ის ტიპის წარმადობაა, რომელიც ადრე მხოლოდ ელიტარულ ევროპულ სპორტულ ბრენდებს უკავშირდებოდა, მაგრამ ხალხის ყურადღება არ იმაზე გამახვილდა, რაც კაპოტის ქვეშ იყო. მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სენსორული ტექნიკით, მათ შორის 128 ხაზიანი LiDAR სისტემით. სიტყვა LiDAR ნიშნავს სინათლის დეტექციასა და მანძილის განსაზღვრას. ეს ტექნოლოგია იყენებს პულსირებულ ლაზერებს, რათა რეალურ დროში შეადგინოს მანქანის გარშემო არსებული გარემოს რუკა, რაც ეხმარება ავტომობილს ზუსტად გააანალიზოს მოძრაობა, დაბრკოლებები და გზის მდგომარეობა. რაც ნამდვილად გამოირჩეოდა, ეს იყო მის უკანარსებული ძალის სიდიდე. მანქანას აქვს 11 მაღალი გარჩევადობის კამერა, რომლებიც მონაცემებს აწვდიან 2 NVIDIA Drive Orin chips, რომელსაც შეუძლია წამში 508 ტრილიონი ოპერაციის დამუშავება. ეს მხოლოდ ავტომობილისთვის ძლიერი ტექნოლოგია არ არის. ეს არის ძლიერი ტექნოლოგია ყველაფრისთვის. თითოეულ Xiaomi SU7 Max აქვს მეტი დამუშავების ძალა, ვიდრე 500 Tomahawk-ის რაკეტის მართვის კომპიუტერებს ერთად. ეს არის ჭკვიანი ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილად არის შენიღბული. ყოველი ასეთი მანქანა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ფაქტობრივად იქნება სუპერსტრაფი, სუპერჭკვიანი კომპიუტერი, რომელიც გზას გაინაწილებს 100,000-ობით ძველ მოდელთან. ამან გამოიწვია მანქანების ახალი თაობის გაჩენა, პროგრამულად განსაზღვრული ავტომობილები. ეს მანქანები არ არის შექმნილი ტრადიციული ავტომობილების მსგავსად, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფა მოგვიანებით ემატება. ისინი თავიდანვე პროგრამული უზრუნველყოფის გარშემო შეიქმნა. უახლესი მოდელების უმეტესობაში ხელოვნური ინტელექტის სისტემები მართვის გამოცდილების ცენტრშია და აკონტროლებს ყველაფერს. ნავიგაციიდან და უსაფრთხოების ფუნქციებიდან დაწყებული, ბატარეის ოპტიმიზაციითა და ავტონომიური დახმარებით დამთავრებული. აპარატურა მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ უფრო მეტად პროგრამული უზრუნველყოფა ხდება პროდუქტი. ეს მთლიანად ცვლის წარმოების მოდელს. ქარხნის კომპანიის გულადღყოფნის ნაცვლად, ის ხდება საბოლოო აწყობის ადგილი ბევრად უფრო დიდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. და ჩინეთში ეს მიდგომა სწრაფად ხდება ავტომრეწველობის მომავლის სტანდარტი. მაგრამ რატომ სჭირდება სამოქალაქო მანქანას უფრო მეტი დამუშავების ძალა, ვიდრე სამხედრო ტექნიკას, თუ ყველაფერი, რასაც ის გააკეთებს, არის სასუსტო მაღაზიაში წასვლა? თავდაპირველად, ჩინეთის ბაზრის ევროპულ საავტომობილო ბაზარზე შესვლა საკმაოდ მარტივად ჩანდა. ევროპელი ავტომწარმოებლები უშვებდნენ ძვირადღირებულ ძველი სტილის მანქანებს, რომლებიც არც თანამედროვე მომხმარებლის გემოვნებას შეესაბამებოდა და არც ბიუჯეტს. ახალი თაობის დასრულები არა მხოლოდ ფინანსურად უჭირდათ, არამედ ძალიან ეკოლოგიურადაც მოაზროვნეები იყვნენ და ნაკლებად სურდათ საწვავის მჭამელი მანქანის ყიდვა. ჩინეთის ელეგანტური, მასობრივად წარმოებული ელექტრომობილები თითქოს იდეალურად ერგებოდა ბაზარს და ეს მოთხოვნაც უკვე გამოჩნდა. თუმცა ეს ციფრები ახლა უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს. ჩინეთს უკვე ჰქონდა ფეხის მოკიდებული ევროპის ავტომობილების ბაზარზე, ორივე მხარეს შორის ფართო ვაჭრობით. მოულოდნელად ეს ისე აღიქვეს პრობლემად, როგორც აქამდე არასდროს აღუქვიათ. ევროპის მთავრობები მხოლოდ ბაზრის სტილის დაკარგვაზე არ ხელავდნენ. ისინი ხელავდნენ იმაზეც, რომ შეიძლებოდა მთლიანად დაეკარგათ კონტროლი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ამ შიშმა ისინი ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესებისკენ უბიძგა. ეს ნაბიჯი მხოლოდ ავტომობილების ბაზრის არევას კი არ ემუქრებოდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა ორ ძლიერად დაკავშირებულ ეკონომიკას შორის, გაცილებით უფრო მასშტაბური სავაჭრო ომის დაწყებას. რადგან როგორც კი ტარიფების ზრდა იწყება, ისინი იშვიათად რჩება მხოლოდ ერთ ინდუსტრიაში. თანამედროვე ჩინური ელექტრომობილები უბრალოდ მანქანები კი არ არის, რომლებსაც ბენზინის ავზის ნაცვლად ბატარეა აქვთ. ისინი არც ის მაღალტექნოლოგიური, კომპიუტერიზებული მანქანებია, როგორც დღეს Tesla-ს მსგავსი კომპანიებიდან გამოდის,
ევროპის ქუჩებზე მოძრავი ყოველი ჩინური ელექტრომობილი აღჭურვილია ისეთი ტექნოლოგიით, რომ ფაქტობრივად მობილურ მონაცემთა ცენტრს წარმოადგენს. ისინი ასახავენ გარშემოარსებულ რელიეფს და ქმნიან დეტალურ სქემას ყოველი გავლილი მილიფილისთვის. ეს რუკა შემდეგ კომპიუტერის მონაცემთა ნაწილია მომავალი მგზავრობებისთვის, მაგრამ არავინ არის დარწმუნებული, რჩება თუ არა ეს მონაცემები იქ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ექსპერტები სულ უფრო მეტად დაინტერესდნენ დაკავშირებული ავტომობილების ტელემეტრიის შესწავლით. ის აერთიანებს რეალურ დროში GPS-ის, ძრავის სტატისტიკისა და მომხმარებლის მონაცემების გადაცემას, თითქოს და მკაცრი კიბერუსაფრთხოების დაცვის ქვეშ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანებს აქვთ დაცვა გარეწყაროებიდან ჰაკერობისა და მონაცემთა გაჟონვის წინააღმდეგ, არავინ არის დარწმუნებული შეიძლება თუ არა იგივე ითქვას შიდა წყაროებზე. პრეზიდენტმა სი ძინპინმა გაამკაცრა სახელმწიფო კონტროლი სტრატეგიულ ინდუსტრიებზე, რათა უზრუნველყოს, რომ თითოეულ კომპანიას კვლავაც ჰქონდეს მჭიდრო კავშირი ჩინეთის მთავრობასთან. ეს მანქანები დასავლეთის ინფრასტრუქტურას უკეთ სწავლობენ, ვიდრე ბევრი ადამიანი, ვინც მის გარშემო ცხოვრობს. მათი ყოფნა ევროპის გზებზე მხოლოდ გაიზრდება, რადგან იაფი მანქანები უფრო დიდ გავლენას მოახდენენ. ისინი არა მხოლოდ ბაზრის, არამედ გზების დაპყრობის ზღვარზე არიან. რატომ გახდა ევროპა ასე მოულოდნელად ასეთი გადამწყვეტი, რომ ჩინური ელექტრომობილები შეაჩეროს? განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10 წლეულები გაატარა გლობალური წარმოების დიდი ნაწილის აღმოსავლეთში გატანაში, მაშინ როცა საკუთარი ინდუსტრიული ბაზა თანდათან სუსტდებოდა. ეხლა ჩინეთი შესაძლებლობას ხედავს, ხოლო ევროპა საფრთხეს. აი, სწორედ ეს ხდის სატარიფო პასუხს ასეთ სარისკოს, მათ ხშირად ეკონომიკურ მაღალფსონიან აზარტულ თამაშად აღწერენ. როგორც კი ერთი მხარე იწყებს ბარიერების აწევას, მეორე მხარე თითქმის ყოველთვის პასუხობს. ფასები იზრდება, მეთოდების ჯაჭვები იკუმშება და ორივე ეკონომიკა ზიანს იღებს. მაგრამ ევროკავშირი უკან არიხებს, რადგან ეს საერთოდ არ ეხება მანქანებს. ტარიფები სავარაუდოდ დააჩქარებს ევროპული ავტომწარმოებლების დაღმასვლას და კომპანიებს დატოვებს შეძენის რისკის ქვეშ. მაგრამ ელექტრომობილების ომის სინამდვილეში პროგრამული უზრუნველყოფის სუვერენიტეტზე მიმდინარე ბრძოლის ერთგვარი პროქსია. ჩინური ელექტრომობილების შემოდინება მხოლოდ ახალი არჩევანის დამატება არ არის ევროპის ავტომობილების ბაზარზე. ის ევროპაში გზებზე მილიონობით მობილურ მონაცემთა ცენტრს შემოაქვს და ისინი შესაძლოა ევროპის შესახებ სკემებს აგზავნიან ზღვის გადაღმა მშობელ კომპანიაში. და ეკონომიკური ბრძოლის ფონზე ელექტრომობილების ომი უფრო დიდი მონაცემთა ომის პროქსი ხდება, მაგრამ შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს. ევროპის ტარიფები მე-20 საუკუნის იარაღია 21 საუკუნის სამიზნის წინააღმდეგ. მაშინ როცა ის აშენებს კედლებს, რომ მანქანები არ შემოუშვას და თავისი საწარმოები შეინარჩუნოს, ციფრული ტროას ცხენი შეიძლება უკვე მთავარ კარებიდან შემოსულიც იყოს. ეს ერთადერთი სფერო არ არის, სადაც მაღალი რისკის მქონე მოტყუება მიმდინარეობს. ნახეთ, 12 ამერიკელი მეცნიერი გაუჩინარდა ან გარდაიცვალა. რა ხდება? თომ გამოავლინოთ ბნელი სიმართლე, მეცნიერების სამყაროში ყველაზე დიდი საიდუმლოს შესახებ, ან უყურეთ ამ ვიდეოს მის ნაცვლად.